ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის შედეგებს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. გირჩის ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატი ზია გოხუჩიას თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში 70% იმ ფონზე მიიღო, როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლების უმეტესობა მხარს ოპოზიციას უჭერს. პარალელურად მისივე თქმით, სხვა ოპოზიციურ ძალებთან შედარებით არჩევნებზე საკუთარი პარტიის შედეგებით კმაყოფილია. ხუჩია ხაზს უსვამს, რომ თვითმმართველ ორგანოებში ფაქტობრივად ერთპარტიული მმართველობა იქნება, რაც ქვეყანას დააზიანებს. ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, ქვეყანაში არსებული ვითარების შესაცვლად კვლავ პროტესტის გზას ირჩევენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის გათავისუფლების ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლა. პარალელურად ქართულ ოცნებაში არჩევნების შედეგებით კმაყოფილები არიან და თვლიან, რომ ამ მრჩეველთა ხმების უმრავლესობა დამსახურებულად მოიპოვეს. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დასავლეთში ეხმაურებიან. კერძოდ, კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებას არცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა. ამასთან, კალასი და კოსი არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს. გარდა ამისა, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ ეუთო ოდირის დროულად მოწვევაზე უარი თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო. ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის ქართული ოცნების რეპრესიულ პოლიტიკას. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. ასევე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოში დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. ეუთო ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს. რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული და ძალადობის სამწუხარო გამოყენება ხდება. მათივე თქმით, რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ყველას მოუწოდებს შეეგუონ იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას. ირაკლი კობახიძის თქმით, ის ვინც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდა დამხობის აქციაზე. ბურჭულაძის დასხმების აქციელი კი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინო არიან ისინი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ მათ გაემიჯნენ. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ 4 ოქტომბრის აქციას შინაარსი მანამდეც არ გააჩნდა და მოგვიანებით განვითარებული მოვლენები შესაძლოა ხელისუფლებასთან ერთად წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. ის პოლიტიკოსები კი, რომლებიც მშვიდობიანი დამხობის მომხრეები იყვნენ, თვლიან, რომ პროტესტის ტალღა უნდა გაგრძელდეს.
სასამართლო პაატა ბურჭულაძის, მურთაზ დოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჭელებს. პროკურატურის ცნობით პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ მურთაზ დოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. პროკურატურის ცნობით აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, ბრალი უსაფუძვლოა და ხელისუფლება აქციის დისკრედიტაციის მცდელობას განაგრძობს. პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე 5 პირი დააკავა. კერძოდ მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერებს პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ დოდელავას, ნაციონალური მოძრაობის წევრს ირაკლი ნადირაძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ბრალდება წარადგინათ. მათთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული პირის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ ინსპექტორი პოლიციის კაპიტანი ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოში მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება utardeba, მისი ცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს 91 შეკვრად დაფასოებული სარეალიზაციოდ გამზადებული გამომშრალი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს.